სადაზღვევო კომპანია GPI Holding-მა გადაწყვიტა ეკოლოგიურად უსაფრთხო მანქანების მფლობელების წახალისება სპეციალური პაკეტით, რადგან თბილისში სუნთქვა თითქმის შეუძლებელი გახდა. დედაქალაქში ჰაერის ხარისხი მისაღებთან შედარებით 9-ჯერ დაბალია. მისი გამომწვევი მიზეზების 70-ზე მეტი ცუდად გამართულ მანქანებზე მოდის. სამწუხაროდ არ არსებობს გამონაბოლ ქვის კონტროლის რაიმე ოფიციალური რეგულაცია, ხოლო მძღოლებს ან არ ესმით პრობლემის იმწვავე, ან არ გონიათ რომ რამის განსაკუთრებულად აზიანებენ. სწორედ ამ დამოკიდებულების გამო უყურადღებოდ რჩება GPI Holding-ის კეთილშობილური შეთავაზება, ისევე როგორც თავად გარემო. რა არის ეს? რა ვიცი, ჩვენ შევქმნით სიმულირებული სამართალდამცავის სააგენტო ეკოპოლიცია და გავავრცელეთ ხმები, რომ სახელმწიფო მანქანების მფლობელებს ჰაერის დაბინძურებისთვის გადასახადს დაუწესებდა. მოსახლეობამ საერთო პრობლემა მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როცა საკუთარი ჯიბიდან ფულის გადახდის წინაშე დადგა. გავრცელებულ ყალბ ახალ ამბებში პარლამენტის ეკოლოგიური კომიტეტის თავმჯდომარე და ეკოლოგიის სხვა ექსპერტებიც გამოჩნდნენ, რამაც მოსახლეობისთვის ეს ამბავი კიდევ უფრო სარწმუნო გახადა. სპეციალურ ფორმებში გამოწყობილმა ეკოპოლიციის თანამშრომლებმა 60,000 ეკოჯარიმა გააფორმეს. დაჯარიმებულები იღებდნენ გაფრთხილებას შეემოწმებინათ რამდენი ჰქონდათ გადასახდელი. ჯარიმებს ადამიანები მიჰყავდა ვებგვერდამდე, რომელიც ზომავდა კონკრეტულად მათი მანქანის მავნეზე მოქმედებას. აძლევდა სასარგებლო მითითებებს და მანქანის გამონაბოლქვის რაოდენობის მიხედვით ავტომატურად ადგენდა გადაკეთებული მანქანების დაზღვევის შეთავაზებას. დიდი ხნის მანძილზე უგულებელყოფილმა საკითხმა ჰაერის დაბინძურებამ უცებ მოიცვა საზოგადოების ყურადღება. ეთერში გავიდა 152 სიუჟეტი. ყალბმა ცნობამ 2 დღეში 65,000 მნახველი მიიზიდა. კამპანიის განმავლობაში GPI-ის პოტენციური მომხმარებლების რაოდენობა 400%-ით გაიზარდა. ეკოლოგიურად უსაფრთხო მანქანების მფლობელების 25%-თან დაიდო უკეთესი სადაზღვეო გარიგება. და შეხსენება ყველას. თუ ჩვენ არ ვიზრუნებთ ჰაერის პრობლემებზე, ამის საფასურის გადახდა ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევს.